მშვიდობა მეგობრებო, დღეს დიდი დღესასწაულია საქართველოში და არა მარტო საქმის, არამედ ეროვნული დღესასწაული სვეტიცხოვლობა. ჩვენს ქვეყანაში მრავალსაუკუნე ისტორიაში ბევრი დიდებული ტაძარი აშენებულა, ძალიან ბევრი დიდებული ტაძარი ქრისტეს სახელზეც. მაგრამ სვეტიცხოველი არის განსაკუთრებული ტაძარი და საერთაშორის დიდმა კლასიკოსმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ მიუძღვნა ზუსტად დიდოსაზის მარჯვენაში ამ დიდებული ტაძარს თავისი ისტორია მხატვრულად გააფორმა, ასე ვთქვათ, მეფე გიორგის, კონსტანტინე არსაკიძის და სხვა დიდი პიროვნებების შემოქმედება ამ დღეს. აი ამ ტაძრის იგივე. სვეტიცხოვლობა ეს საუკუნეების განმავლობაში იყო ეს დღესასწაული და ჩვენ გვახსოვთ ჩვენ თაობას იმ ავადსახსენებელი საბჭოთის ეპოქა და კერძოდ შევანაძის მამათელი მილიციონერი შევანაძის, ასე ვთქვათ, ბრძოლა ქრისტიანული საწუნების წინააღმდეგ. მან აკრძალა სვეტიცხოვლობა და ამის საპირისპიროდ დაარქვა მცხეთობა. წარმოგიდგენია, მცხეთა გაიგებულია სვეტიცხოველთან, კვართთან, ქრისტეს კვართთან, ხომ? აი ასეთი ბოროტმოქმედი იყო ეს პიროვნება. ეს პიროვნება თუ ტიპი, რა ვიცი ვინ იყო, ხო და ზედ გამსახურდია საერთაშორისო ეროვნულ მოძრაობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, სვეტიცხოვლობა ყოფილიყო ღირსეულად აღნიშნა. და ჩვენ ზუსტად ზედ განსახურდიას ხელმძღვანელობით მაშინ ჩვენ პატარები ვიყავით, ახალგაზრდები ვიყავით, როცა სვეტიცხოვლის ეზოში მაშინ 1990 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ეზოში ვაგროვებდით ზედ განსახურდიას ინიციატივა რასაკვირველია, ბავშვები ახალგაზრდები ვაგროვებდით, რომ ილია ჭავჭავაძე გამოცხადებულიყო წმინდა ილია მათად, ასე ვთქვათ. მოხდარიყო მისი კანონიზირება. და ისეთი ამბავი აგვიტეხა იმ მამათელმა მილიციონერმა მისი ბრძანებით მოვიდა მთელი მილიცია, მთელი კაკები დააგვარბიეს ზედ განსახურდია დააპატიმრეს და ჩასვეს მანქანაში. ჩვენ ახალგაზრდები წინ გადავეღობეთ იმ მანქანას და არ უშევდით რომ ასე ვთქვათ წაიყვანოთ ბატონი ზიადი და იქ შემდეგ არსენად ჩვენ წამოვედით პროტესტის ნიშნად, თბილისში წამოვედით პროტესტის ნიშნად და არსენად ზეგთან, სადაც არსენად ზეგილა მცხეთაში, დაახვდნენ იქა, ჩვენ ვიყავით ამდენი 20-25 კაცი, ასე ვთქვათ, რომ ასე, 10 კი მე მგონი, ხომ და საშინელი ცემატყება, საშინელი დარბევა. მაშინ საბჭოთა ეპოქაში ეს არის გასულ საუკუნის 80-იან წლებზეა საუბარი. ჩაგვაგდეს მანქანაში ცემატყები და მიგვიყვანეს მილიციის სამმართველოში, სადაც დღეს საპატრიარქო რომ იყოფება დღეს, იქ მილიციის სამმართველო იყო ის სადისტი კვანტალიანის ხელმძღვანელობით და იქ ცემატყება და ასე შემდეგ. რა მინდა ვთქვა, რომ სვეტიცხოვლობა ყოველთვის არის გაიგივებული არა მარტო დიდ უფალთან და ქრისტიანობასთან, არამედ ეროვნული დღესასწაულიც არის. ეროვნული დღესასწაულიც არის და მინდა მიულოცო ყველას, ჩვენ გვინდა მიულოცოთ ყველა ქართველს, ყველა წესმენთ ქრისტიანს ეს დღესასწაული. და როგორც ბატონი კონსტანტინე ბრძანებს თავის უკვდავ დიდოსაზის მარჯვენაში, აი ზუსტად ეს ტაძარი, რომელიც არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო. მეგობრებო, და ასე შემდეგ. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ პუჩის შემდეგ, ტერორისტული პუჩის შემდეგ სვეტიცხოველში ჩვენ არ გვიშვებდნენ წესმენთ მორწმუნეებს, ისიც გვახსოვს. აი მაგალითად, თუ ავჩდები 93-14 წლები იყო, მაშინ უკვე ეს მამათელი მილიციონერი ტერორისტთა მეთაური ჩამოსულიყო საქართველოში უკვე და იქ ეგრეთ წოდებული წინა ლოცვაზე, ასე ვთქვათ, წინა ლოცვა მიმდინარეობდა და იქ იმყოფებოდა ეს მამათელი ეს მებრძოლი ათეისტი, მებრძოლი ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლი და ჩვენ არ შეგვიშვეს მოწუნეები, კაცო. უფრო მეც გეტყვით, სნაიპერები დააყენეს სვეტიცხოვლის გუმბათებზე, რომ იქიდან თუ რამე დაუშვათ, ჩვენთვის ესწროლათ. და მაშინ ჩვენ
გავაკეთეთ, იბერესპექტში იყო ეს ჩვენი განცხადებები ახალ თაობაში და სხვა პრესაში, თუ აი რას ნიშნავს ესა და როგორი ექცევა შევანაძე და სამწუხაროდ კათოლიკოსად წოდებული ილია მეორე, აი რომელიც ნამდვილ ჭეშმარიტ მოწინეს არ უშვებს, აბკოლებს ტაძარში და აი ეს ყაჩაღები, ეს ტერორისტები, ეს პუჩისტები არსებული იყო მთელი კგბ, მთელი სპეცნაზმით, მთელი სერიცხოვლის ტაძარი შიგნით და ეზოშიც. აი ესეც შემთხვევით ყოფილა ბატონებო. ამიტომ სერიცხოვლის ბევრი რამ უნახია საქართველოში. და შემდეგ აი კიდე მოიყვანა ერთ მაგალითს, როცა მეფე ერეკლე იქნა გარდაცვლილი, ის სერიცხოვლში დაგზა ისე და იმასნეს აქვია ასე დაასვენეს რომ მისი საფლავი და შეიპარა ჩუმად მისი შვილი ნაბოლარაშვილი ალესანდრე ბატონიშვილი და მან სასწაულად ესე იგი ქედი მოიხარა მამის წინაშე და შესაძლოა მაშინ ალესანდრე ბატონიშვილზე ბრძანება იყო გაცემული მისი დაპატიმრებისა მეფის შვილზეა ლაბარაკი იმაზე კი არა ვიღაცაზე ხომ აი მაშინ რუსეთის იმპერია გაკეთა და მისი აქ მოღალატე მსწავლები კიდევ და შეიპარა სერიცხოვლში და იქ მამას ასე ვთქვათ მამის ცხედარს იმასნა და ჩვენ არაერთხელ მან თქვა რომ დიდებულო მამაო კეთს ვიხრი თქვენ წინაშეო და შენც მოგაწყვეს და საქართველოს დაღუპესო ეს ისტორიული სიტყვებია მაგის ჩვენ გვახსოვს სერიცხოველში როგორ ესწონა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ცხედარი 2007 წლის მარტის ბოლოს ასე ვთქვათ მთელი საქართველოს შეიკრიბა სქეთაში. სადაშორის ჩვენ სადაშორის იყო აზრი რომ სერიცხოველში დაკრძალული იყო პრეზიდენტზე გამსახვედა სადაშორის და მე ეს არაერთხელ განვაცხადა სადაშორის საჯაროდ. თუ გინებავთ ტელევიზიით და პრესით. თუმცა ხალხმა და ერმა ინება ასე ვთქვათ როგორ მამა დავითზე ყოფილიყო ასე თუ ილია ჭავჭავაძისა და დიდი ქართველების გვერდზე ხო? თუმცა არ იქნებოდა ეს ნაკლები ისე რომ ის სერიცხოვლის ტაძარში დაკრძალული იყო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის გამცხადებელი ავტორი. აი ასეთი ფასი აქვს ამ დიდ ტაძარს. და ამ ტაძარში აუცილებლად დავანებულია ქრისტეს სული, მეგობრებო. და ვერავით არის ბინძური ძალები, ვერავით არის ათეისტები თუ ყალბი ქრისტიანები, ჭალებში ქრისტიანები, ასე ვთქვათ, ვერ წაბიწავენ ამ ტაძარს და ზუსტად ეს ტაძარი იქნება ვერავით არის კიდევ მიწისძვრები ბევრი მიწისძვრები ყოფილა ჩვენს ისტორიაში როგორც ისე კონსტანტინე გამსახურდეს დავესესხებით მაგრამ სერიცხოველი ვერ დაინგრა და არ დაინგრევა არასოდეს ამიტომ თუ ეს არის სიმბოლო დიდი საქართველოს იმპერიის დიდი ერთიანობისა ბატონებო ბატონ ბესან მიქავას ვხავთ გამარჯვებით ქართველებო ქრისტესთვის ზვიადისთვის და საქართველოსთვის სადაც სვეტიცხოველს ახსენებ, არ შეიძლება ადამიანს არ დაგეუფლოს სიდიადის განცდა, სიყვარულის განცდა. არ შეიძლება ადამიანს წმენა არ გაგიჩნდეს ღვთისა, არ გაგიჩნდეს სურვილი მოიდრიკო მუხლი უფლისა და მისი წმინდანების წინაშე. არ შეიძლება არ მოუდრიკო მუხლი კვარც უფლისა ჩვენისა მაცხოვრისა იოსე ქრისტესი. და საერთოდ იმ სიდიადეს, რასაც ქვია სვეტიცხოველი. სვეტიცხოველი ეს უბრალოდ ტაძარი არ არის, ბატონებო, სვეტიცხოვლისთანა ტაძარი მსოფლიოში არ არსებობს. ერთი შემიძლია გითხრათ, სვეტიცხოვლის წინაპარი, ასე ვთქვათ, შეიძლება ჩაითვალოს სოლომონის ტაძარი, რომელიც აშენდა სოლომონის პერიოდში დავით მეფის ანდერძის შესაბამისად და რომელიც ის მერე ააშენა ტირიის მეფემ ქირამმა და ასევე მინდა გითხრათ რომ ეს ქირამი მიიღო მონაწილეობა სვეტიცხოველში სვეტის ხელთუქმნელი სვეტის დადგმისას რომელიც მოცემულია ქართლის ცხოვრებაში და ამ თემაზე მე შეიძლება სპეციალური გადაცემა გავაკეთო. უბრალოდ გიყვებით მის დანიშნულებას, იმიტომ რომ არ შეიძლება სვეტიცხოველს
რამე პარალელი ეკლესია შეუქმნა. დღეს საქართველოში საუბედუროდ მომიტევეთ ნებისმიერმა მორწმუნემ, მაგრამ რატომღაც ცენტრი გადმოტანილია თბილისში და გადმოტანილია სამების ეკლესიაში. ყველა ეკლესია ღვთის არის, რა თქმა უნდა, რომელიც იკურთხება, მაგრამ მე არ ვატოლებ და არ ვადარებ, მაგრამ სვეტიცხოველის სხვა სიდიადეა. სხვა დანიშნულება აქვს, სხვა მისტერიული დანიშნულება აქვს. არის ასეთი, ასე ვთქვათ, არქიტექტორი, რომელმაც დაწერა სვეტიცხოვლის მისტერია, ოთარ ქრივიშვილს აქვს, ვისაც სურვილი აქვს წაიკითხეთ და საკმაოდ ბევრ ისეთ საიდუმლოებებს აღმოაჩენთ არქიტექტურულს მარტო ჯერ გეუბნებით, არა რელიგიურს, არქიტექტურულს. ამიტომაც იყო დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომ სვეტიცხოველს უძღვნა თავისი უკვდავი წიგნი დიდოსტატის მარჯვენა. იმ დიდოსტატის მარჯვენაში, რომელიც ხელში უჭირავს გონიო, რომლითაც სამყარო შეიქმნა, რომლითაც საერთოდ ყველგან და ყველაფერი იქმნება. ეს არის სიბრძნის, ეს არის სიდიადის, ეს არის მშენებლობის სიმბოლო, რომელიც სვეტიცხოველშია გამოსახული. არაფერს ვამბობ იმ ფრესკებზე, რაც შიგნით არის, რაც შემოგჭა და რაც არ შემოგჭა და არ გვინახია, იმაზე ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი. თორე ის შემთხვევით არ იქნა იქიდან წაშლილები, მონგრეულები და ასე ვთქვათ განადგურებული. ფაქტია ბატონებო აგერ და რამოდენიმე ფრესკა დაგვრჩა იქ. ასევე არ შეიძლება არ ვახსენო დღეს ის მტრები, რომელმაც ომი გამოუცხადეს სვეტიცხოველს და არა მარტო სვეტიცხოველს, სვეტიცხოვლის უკდავმყოფელს მე ვგულისხმობ მსოფლიო საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ სვეტიცხოველი დიდია და რაზეა ლაპარაკი, მაგრამ მსოფლიოს ის კონსტანტინე გამსახურდიამ გააცნო თავის უკდავი ნაწარმოებით, რომელიც ითარგმნა თითქმის ყველა ენაზე მსოფლიოში და ამით გახდა ის ცნობილი. მე ვგულისხმობ საერო ხალხში, თორე სასულიერო პირებში მსოფლიოს ყველა ეკლესია მიცოდა ეს და ეს ასე ვთქვათ, ეს საიდუმლოება კვართისა, რომ ის იმყოფება საქართველოში, ეს ყველა ეკლესიებმა იციან. გულისხმობ სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებს. პირველი ომი, რომელიც დაიწყო, ეს იყო უნივერსიტეტში იქნა შეშვებული სასულიერო პირი, არ მინდა დღეს ამის სახელის ხსენება, ვისაც დაინტერესებს, მე ვახსენებთ. რომელმაც პირველადვე განაცხადა, რომ კონსტანტინე გამსახურდია არისო მართლმადიდებლობის მტერი, იმიტომ რომ მან დაწერაო დიდოსტატ კონსტანტინეს მარჯვენა მორჩა და დამთავრდა. და თითქოს იმიტომ, რომ იქ სიუჟეტში არის მოხსენიებული, რომ კონსტანტინე გამსახურდია იქ პატრიარქს ამხელს, კონსტანტინე კი არ ამხელს, სიუჟეტია ასეთი. და აი ამ მოტივით თურმე ის ყოფილა, ასე ვთქვათ, კრეხელული არა. უარესი, იმიტომ რომ კრეხელური შეიძლება იყოს რაღაც პასაჟები და ნაწარმოებში, მაგრამ არა. მართლმადიდებლობის მტერი, ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე კონსტანტინე გამსახურდია მართლმადიდებლობას ებრძოდა, როდესაც წერდა დიდოსტატის მარჯვენას, ხო? ეს ხო არის მარაზმი. ეს არის ჩვენი უბედურება, ჩვენ რო ვიძახით დღეს რატო ვართ ასეთ ცუდ დღეში? აი იმიტომ ვართ ცუდ დღეში, რომ ესეთი ნაძირალა ეკლესიაში მოკალათებული ქვაბაზავაკი, რომ მიეცემა ასე ვთქვათ, ასპარეზი, ტელევიზია, პრესა და ამის არის დიდ მქადაგებლად წარმოჩენილი. ესე იგი აჟიტირება ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ სოროსულ უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში, სადაც სოროსელების ბუდეა, იქ იქნა შეყვანილი, რომ ახალგაზრდებისთვის ტვინი ეღრძო, ახალგაზრდებისთვის ჩაენერგა სიძულვილი. კონსტანტინე გამსახურდიასი დაეჩულუნგებია, როგორც თვითონ არის ჩულუნგი. ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ სხვას ვერანაირად ვერ დავარქვევ ასეთ ადამიანებს. იმიტომ რომ სვეტიცხოველი ეს არის
ასე ვთქვათ, შეიძლება იწოდოს ტაძრის ტაძარი რა, ტაძართა ტაძარი. იმიტომ შიგნით არის ერთი, სვეტიცხოვლის პატარა ეკლესია ქვია და ეკლესიაზე არის შიგნით ეკლესია დაშენებული. თქვენ იცით ალბათ სვეტიცხოვლის ისტორია ძალიან მოკლედ გეტყვით, ჯერ იყო ხის და მერე უკვე მე-11 საუკუნეში აშენდა ეს დიდებული ტაძარი, რომლის მსგავსი საქართველოში არ აშენებულა და არც არ უნდა აშენდეს. და ვერც აშენდება სხვათა შორის და მინდა ასევე შეგახსენოთ, იყო ასეთი წინასწარმეტყველი გედეონი, რომელიც უფლის სახელით იბრძოდა და უფლის სახელით იმარჯვებდა და გაიმარჯვა, მაგრამ როდესაც მან ებრაელების სიწმინდის პარალელურად შექმნა ოქროს ეფოდი, სამდელო სამსახურო ოქროს ეფოდი სხვათა შორის, ღმერთმა ის დასაჯა, იცით რატომ? რომ მან შექმნა პარალელური სიწმინდე. გამიგეთ? ებრაელებს გააჩნდათ მაშინ ერთი სიწმინდე, ეს იყო მოძრავი კარავი, რომელშიც იყო დავანებული სიწმინდეები, იტაკუკი, მანანი და ასე შემდეგ. ის 10 მცნება, რომელიც მთაზე მიეცა მოსეს და ეს იყო მთავარი სიწმინდე, ერთი ამის ირგვლივ იყო ებრაელები გაერთიანებული. ერთადერთი ჰქონდათ და გედეონს ეს ცუდი გაგებით არ გაუკეთებია სხვათა შორის. პირიქით, იმ გამარჯვების საფასურად მან იფიქრა, რომ ოქროს ეფოდს გააკეთებდა და უფალს შეწირავდა, მაგრამ უფალმა ეს არ მიუღო. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ რო გონია, რომ რაღაც კაის ვაკეთებთ, ესე არ არის, იმიტომ რომ პარალელური სტრუქტურების შექმნა, როგორც დღეს ხდება იგივე პოლიტიკაში, პარალელური სტრუქტურების შექმნა ეს იქაც მიუღებელია, იმიტომ რომ პარალელური სტრუქტურები არ არსებობს. გამიგეთ? როგორც ადამიანი ჩვენ ერთი ვართ ინდივიდუალი. მე ბატონი გიორგი ნებისმიერი ადამიანის არის ინდივიდუალი პიროვნება, მოდის, იზრდება და იმ ქვეყანაზეც მივდივართ ინდივიდუალურად. ეს აუცილებელია უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი სექტაა, რომელიც გაიძახის თითქოს ჩვენ რამოდენიმეჯერ ვიბადები და მე მივდივარ და სადღაც მოვდივართ კიდე. ხან ძროხაში შედის და ხან ვიღაცა ცხოველის თუ მცენარის. არა ბატონებო, ეს არის ინდივიდუალიზმი, განუმეორებელი სული ვარ ჩვენ, თვითეული ჩვენთაგანი. ასევე არსებობს წესი და კანონი, ხატიც კი, ნებისმიერი ხატის კოპიის დაწერა არ შეიძლება, გადაღება კი ბატონო, იმიტომ რომ ის ინდივიდუალური ხატია და ამიტომ არსებობს სხვადასხვა ხატები, სახელებიც, ხო? თეთრი წმინდა გიორგი ღვთისმშობლის, ივერის ღვთისმშობლის ხატი, ანჩის ხატი და ასე შემდეგ. ეს ხატია ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ მათ ინდივიდუალურები არიან, ცალკე არსება, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ ჩემო კარგებო, ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, სიმართლისათვის, ეს არის ბრძოლა სვეტიცხოვლისათვის. ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის და მინდა ასევე ეს აღვნიშნო და მე დავამთავრებ ჩემ გამოსვლას, გეტყვით ერთ ასევე იმ სიცრუეს, რომელსაც ავრცელებს ვისაც ხელი არ ეწიფება. თქვენ იცით ალბათ, რომ საქართველოს ეკლესია ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც ფილადელფიის ეკლესია. და იქ საუბარია, რომ იქნება ახალი იერუსალიმი. ხო, გამოცხადებაში, იოანეს აპოკალიფსის გამოცხადებაში, ასე ვთქვათ, მესამეს, მეშვიდე თავში. არის ესა, ბოდიში მეშვიდეს მესამე თავია, სადაც საუბარია, რომ გამზადებული ღვთისგან ზემოდან დაეშვება, ასე ვთქვათ, ახალი იერუსალიმი. და ეს ახალი იერუსალიმი, როგორც განმარტა წმინდა მამებმა, ლავრიტიოსმა, ბულგარელმა ერთ-ერთმა ბერმა, ეს არის ზუსტად ის ფილადელფიის ეკლესია და ეს არის ზუსტად ის მცხეთა. ეს არის სვეტიცხოველი ბატონებო. მარა დღეს მიდის იგივეს მეორე იერუსალიმიო. არა ბატონებო, მეორე იერუსალიმი ნიშნავს ერთი ფეხსაცმლის მეორეს. პარალელურს, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ სახარებაში წერია, რომ ახალი იქნება ყველაფერი, ახალი მისი სახელი, ახალი იერუსალიმისაი, რო არ შემეშალოს ციტატას არ მოვიყვან ახლა, სხვა დროს მე მოგართმევთ ამ ციტატას. შეიძლება სიუჟეტშიც გაჩვენოთ მე, აი ამ სიტყვით გამოვიყვანო ის რაც იქ არის ნათქვამი. ესეც მზაკრობაა ბატონებო. იმიტომ რომ პირველი იერუსალიმი, რომელმაც მოკლა
ღმერთი და მოკლა უფალი იესო ქრისტე მან თავის ფუნქციას შეასრულა და როდესაც მაცხოვარი ჯვარს აცეს გახსოვთ თქვენ როგორ ჩაიხა ის ფარდა რომელიც ფარავდა საკურთხეველს როგორ წმინდა მამები ამბობენ ეს არის სიმბოლო იმისა რომ იერუსალიმმა თავის ფუნქციას შეასრულა და იქ დამთავრდა ის მისია რაც ეკისრებოდა ებრაელ ერს რომ ქვეყანაზე მოსულიყო უფალი იესო ქრისტე ეკადაგებია და ჯვარცმულიყო ჩვენს საცხოვნებლად და ჩვენს სადიდებლად და ჩვენს გადასარჩენად რა თქმა უნდა. ამიტომ ის უკან აღარ დაბრუნდება არაფერი ბატონებო. თუმცა დღეს იცით თქვენ მცდელობა კი არ არის უკვე დიდი დრო არ დარჩა იმისთვის რომ ეს იერუსალიმის ტაძარი უკვე მესამედ აღაშენონ, რომელთანაც არის უკვე დაკავშირებული პირდაპირ აპოკალიფსური მოვლენები. გამიგეთ, ესე იგი პარალელია ეს იერუსალიმისა და სვეტიცხოველს შორის, ეს აპოკალიფსთან არის ძალიან დიდი დამოკიდებულება და თანხმედრა, რომელიც დღევანდელი დღის გადაცემის მიზანი არ არის. ამიტომ გილოცავთ სვეტიცხოველობას, გილოცავთ ახალი იერუსალიმის დღესასწაულს, ასე შეიძლება უწოდოთ უკვე და გვფარავდეთ ახალი იერუსალიმის სვეტიცხოვლის მადლი. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ. როგორც სოფლიოში ორად ძეგლი არის, ასე ვთქვათ, ხატულად დიდებაში ასხეს საფრანგეთში ვიქტორ ჰიუგომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და საქართველოში კონსტანტინე გამსახურდია სვეტიცხოვლის ტაძარს. დიდება და აი ამ ორმა დიდებულმა, ასე ვთქვათ, ნაწარმოებებმა, ორმა დიდებულმა მწერალმა საფრანგეთში და საქართველოშიც აი ეს ამ წინალე ძეგლებს ხოტბაში ასხეს და სოფლომ აქედანაც გაიცნო ჩვენ დიდი ტაძრები. და კიდევ ერთ მინდა გითხრათ, როცა ბედღმართობის გამო ცნობილი ქართველი მწერალი უცხოეთში გადაიხვეწა გრიგორი ბაქიძეძია საუბარი, მან ჟენევაში ბოლო წლები იცხოვრა ჟენევაში და მან ასეთი ანდერძი დატოვა, რომ როცა გადავიცვლებიო თითოეულმა ქართველმა და განსაკუთრებით ქართველმა ქალმაო შეცხოველში სანთელიო ჩემს ხსენების ჟამსო ეთ პატია ადგილასო ასე ამობს პატია ადგილასო ხო და აი ასეთი მადლი აქვს სვეტიცხოველს ბატონებო მოდი დიდ ქართველებს ჩვენს დიდ წინაპრებს ყველას ვინც სამშობლოსათვის ვინც უპირისხმობისა უფლისათვის დაეცნენ და შეეწირნენ ყველა საუნთოდ სანთლები წმინდა სვეტიცხოვლის ტაძარში. გვფარავდით ღმერთი და სვეტიცხოველი იყოს ზუსტად ის სიმბოლო, რომელიც იქნება გაერთიანებული და ერთიანი საქართველოს, ძლიერი საქართველოს, ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოდ. დიდება უფალს.